მოგესალმებით ძვირფასო ჩემო მსმენელებო და მეგობრებო, ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ლეტალია და პანდორას ვიდეოს გაგრძელებას. ეს ძველი ჩანაწერებია, ხო მაქვს ახლა რადგან ინტერნეტი სულ მაქვს ყოველდღე, მინდა ახლა ის ჩანაწერები, რომელიც მე შევინახე, გადავთარგმნოთ თქვენ წარმოგიდგინოთ. ამიტომ ლეტალიას ახალი ვიდეოები თავიდან დავნომრე მე, იმიტომ რომ არის პირველი ვიდეო ატვირთული, არის მეორე ვიდეო ატვირთული, დამჭა გადასათარგმნი, ახალი კითხვა-პასუხების ვიდეო მესამე. მაგრამ ახლა ეს შენახულებას რამდენი ხანია უკვე, მინდა ეს ვიდეო ძალიან საინტერესო კითხვა-პასუხებია და მინდა ეს ვიდეოც შემეცოდა წაშლა, თან არ მახსოვს რომელი იყო და ჩანაწერია ესენი, რაც შენახული მაქვს და ამიტომ მინდა ესენი ავტვირთო. გადათარგმნო და ავტვირთო. და ესენი მაქვს დანომრილი. ახლა 7 პანდორა და ლეტალიას კითხვა-პასუხების ვიდეო ატვირთულია, ეს იქნება მერვე. მაგრამ წინათ რომ ავტვირთე ორი ვიდეო, ის უკვე თავიდანაა დანომრილი. პირველი, მეორე და მესამე მაქვს კიდე გადასათარგმნი, მაგრამ მე ახლა რომ არ შეგეშალოთ DS-ი, ხომ იცით? DS-ი მერვე. ესე იგი, ეს არის ძველი ჩანაწერები გადათარგმნილი, რომ იცოდეთ და არ შეგეშალოთ. და ლეტალია და პანდორას შეხვედრა პირველი, მეორე, ეს უკვე ახალი ვიდეოებია მათი, ერთობლივი ვიდეოები და როგორც გითხარით, ახალ მესამე ვიდეოსაც წარმოგიდგენთ, როდესაც ამათ ავტვირთავ. მას მოდით დავიწყოთ. ლეტალია ამბობს, რომ მე მომეცით ახლა უფლება მოგიყვეთო თქვენ ერთი ჩემი პირადული ისტორიაო. მე მყავდაო ბიძია, დედის ძმა, რომელიც იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ მისი ბიძიაც ფლობდა მაგიური ძალით. ლეტალიას ბიძია კურნავობდა ამ პანდორა რევიზიონის შვილს. შეგახსენებთ, რომ პანდორა რევიზიონს, ანუ ეკატერინას ყავს აუტიზმიანი ბავშვი. ორი ბიჭი ყავს, მაგრამ გონი ერთი აუტიზმიანია თუ ორივე აუტიზმიანი, ეს უბრალოდ არ ვიცი. ვიცი, რომ ერთი აუტიზმიანი ყავს. მისი ავატარის სახელი და გვარი იყო შტრომბერგი ვლადიმირი იაკოვის. ბიძია გარდაიცვალა 23 წელს. იყო 86 წლის. ხო, პანდორაც იცნობდა ბიძაჩემს. იცნობდა, ხო, იმიტომ რომ კურნავობდა პანდორას შვილს. და პანდორა ერთვება საუბარში. პანდორა ამბობს, რომ ის იყო ძალიან გენიალური და ძალიან ძლიერი ადამიანიო, რომელსაც გავეცანიო მაშინ, როდესაც ლეტალია ყავდაო ახალი გაცნობილი. თვითონ ეს კაცი, ბიძია ლეტალიასი ყოფილა ჯუნა დავითაშვილის მოწაფე. ეს კაცი ძალიან მრავალი წელი ცხოვრობდა ინდოეთში. მას ჰქონდაო წარსულშია საუბარი, რადგან ეს კაცი არ არსებობს, მას ჰქონდაო ძალიან დიდი გამოცდილება და სიკვდილამდე ის მუშაობდა ბავშვებთანო. ეხმარებოდაო ბავშვებს განკურნებაში. და მან რო დაიწყო უმკურნალობა, ჩემი შვილისო, მიშასი, პროგრესი ნახდათ ჩანდაო. ის მე ვიციო რომ მოკლესო, რადგან ძალიან ბევრს ეხმარებოდაო ბავშვებს. და ლეტალია ამბობს, რომ ბიძაჩემი ხშირად რასაკვირველია არ მაკითხავსო. ხო, წვრილდონესე აკითხავს ხოლმე ბიძამისი, მაგრამ ხშირად არ მაკითხავსო. 24 წელს 22 თებერვალს ის მოვიდაო ჩემთან სიზმარში და დამიწერაო ლექსი, მაგრამ მე ხა ამ ლექსს ვერ გადათარგმნი. უბრალოდ ლექსი დაწერა ლეტალია. ხო, როდესაც ის სიზმრად ჩემთან მოდიოდაო, ეს შეიძლება შეგიდარა სუპრისთან. იყო 4 მეტრო სიმაღლის და მაგ დროს რომ მოვიდაო მითხაო, რომ ჩვენ შეგვიძლიაო ურთიერთობა, კონტაქტი, რადგან როდესაც ის გარდაიცვალა, მე არ მინდაო მისი სული შეწუხება
ამიტომ მას არ ვიძახებდიო სასაუბრეთ. მე ფიქრობდიო, რომ ის თვითონ მოვაო, როდესაც ჩათვლიდავა საჭიროდ და როდესაც ამის რო დადგებოდაო. მისი შემდეგი გამოჩენა მოხდაო 25 წლის 22 ოქტომბერს. სიზმარში, რასაკვირველია. ჩვენ ვიჯექითო ოთახში, ვიჯექითო მაგიდასთან, რომელზეც ეფარაო კლეონკა, მაგიდასა იჯდაო რამდენიმე ადამიანი. შემდეგ ის უცებ ადგაო და მითხრაო, რომ მე ჩემი წასვლის რო არისო და მაგიდასე დატოვაო ღია კონვერტი და როდესაც ეს კონვერტი დავარდაო იატაკზე, გადმოცვინდაო რამდენიმე ნივთი. იქ იყო 4 კვადრატი კახალდში. შეიძლება კახალდისგან ამოწვილი კვადრატები იყო. და ამ კვადრატებზე იყო დაფიქსირებული 3 სიმბოლო. სიზრიდან მე ძალიან ჩქარი ტემპით გამოვედი, ასე ვთქვათ, გამომაგდესო. შემდეგ მე დაურეკეო პანდორას, მოვუყევიო სიზმარი, მე ვერ მოვასწარიო წერილის წაკითხვა. შემდეგ მე ისევ ძილში შევედიო, ხო, ეტყობა ჩაყონთის დახმარებით, იმიტომ მიმართა პანდორას, რომ პანდორამ დაეხმარა ისევ ამ სიზმარში შესულიყო და მან წაიკითხა წერილი. იქ ეწერა შეიგრძენი ძველი, შეაგროვე დაშლილი და გაუფრთხილდი მოპოვებულს. მიიღე ის, რაც შენ მოგენდეს, რაც მოგცეს შენ, გენდეს შენ, ეს მიიღეო. დაიცავი სუსტი, გიყვარდეს სრულყოფილება, ერთიანობა. ყველაფერი ხარ შენ. და ამ კონვერტში, როგორც გითხარითო, იყო 3 სიმბოლო. პირველი სიმბოლო იყო ხაზების სახით. ამ ხაზებს ერთავში ჰქონდათ ისრების თავები და მეორე ბოლოში, ერთ ბოლოში ამ ხაზებს ერთ ბოლოში ჰქონდათ ისრის თავები, აი ამდაგვარად, და მეორე ბოლოში ჰქონდათ პატარა წრეები შემოხაზული. ანუ ერთ თავში მიმართულებას უჩვენებდა, მეორე თავში წრეს. თავში არა, ბოლოებში, ერთ ბოლოში ჰქონდა ისრები, თითქოს მიმართულებას უჩვენებსო, მეორე ბოლოში კი წრე. ეს ნიშნავს სტრუქტურების და სისტემების ბალანსს. შემდეგი სიმბოლო წარმოადგენდა 8 ხაზს, რომლებსაც ბოლოში ჰქონდათ პატარა ხაზები, ერთ ბოლოში და მეორე ბოლოში წრეები. არა, წრეები ჰქონდათ შუაში. ხო, მეორე სიმბოლო 8 ხაზისგან შედგებოდა. ამ ხაზების ბოლოში იყო პატარა ხაზები, შუაში კი იყო წრეები. მეოთხე სიმბოლო იყო სპირალისებური. ხო, მეორე სიმბოლო 8 ხაზით, რომელსაც ბოლოებში რაღაც პატარა ხაზები ჰქონდა და შუაში წრეები, ნიშნავს დაცვით სიმბოლოს. დაცვით და ჰარმონიის სიმბოლოს. ხო, მეოთხე სიმბოლო იყო სპირალისებური შემოხაზულობა, ოღონდ ისრით ქვევით. და ეს სიმბოლო ნიშნავს ცნობიერების დონეებს და სამყაროს, კოსმოსური სამყაროს კონვერგენცია. ამ სიტყვას კონვერგენტულობას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელობა და რომელიც ნიშნავს ასრულნებას, ევოლუციას, ტელეკომუნიკაციებს, მეცნიერებას. ანუ კონვერგენტულობა ნიშნავს თვისებას ან პროცესს, რომლის შედეგად სხვადასხვა ელემენტები და იდეები უერთდებიან ერთმანეთს ერთ წერტილში. ბიძაჩემი ისე მიკეთებსო სურპრიზ 5 ოქტომბერს,
25 წლის ისე ოქტომბერში მე მგონია ჯერ 22-ში მოვიდაო ჩემთან. 2 სიტყოდა. ხო, 2 სიტყოდა. ესე იგი არა 22-ში მოვიდაო 22 ოქტომბერსო 25 წლის 22 ოქტომბერსო. კარგი, თარიღს ამნიშნულობას კიდევ ერთხელ მოვიდაო ჩემთან და სიზმარში მე მაჩვენებსო პარალელურ მიწას და თან მივყავარო ამ ახალი მიწის ქალაქში. ქალაქი ძალიან ლამაზიაო, მოვლენიაო და ჩამოგაქვსო ძველ საბერძნეთს. ოღონდ ცოტა მოდერნიზებული არისო და მაჩვენებსო კიდევ ერთ ტექნოლოგიას. და ეს ტექნოლოგია არისო სულიერი დონის და ეს ტექნოლოგია მიეკუთვნება რწმენას, რომელსაც ისინი უწოდებენ გროკლიუსს. ეს არის მათი ღვთაება გროკლიუსი და ისინი იქ იმ ახალ მიწაზე, პარალელურ მიწაზე ლოცულობენ მათზე და ამ კონტექსტში ისინი აკეთებენ ძალიან საინტერესო სანთლებს. თვითონ სანთლები გაკეთებულია ნატურალური აბრეშუმისაგანო. პანდორა ერთვება ახლა საუბარში და აგრძელებს ამ თემაზე საუბარს, ამბობს რომ ეს არისო სამყარო, რომელიც პარალელურიაო ჩვენი სამყაროს შეფარდებაში. კოღო დამაშტა. ვიღაცა თვლისო, რომ ეს არისო პარალელური იაჩეიკა. კოღოები გამოჩნდა. ვიღაცა თვლის, რომ ეს არის სამყაროების დაახლოება და შეხება ერთმანეთთან და ზუსტად იქ არის ასეთი ღვთაება, რომელსაც კიდევ მეორნაირად უწოდებენ გეოკლიუსი, ანუ და აი ამ ღვთაება გრეკლიუსს უმზადებენ ამ სანთლებს. ახლა ლეტაია მოგიყვებათ თუ როგორ ამზადებენო ამ აბრეშუმის სანთლებს. თავიდან მეც ხომ არ მომესმა მეთქი და გამიკვირდა აბრეშუმისგან როგორ შეიძლება სანთლები დამზადდეს მეთქი, მაგრამ თურმე იქ ამ ღვთაებისთვის ამზადებენ აბრეშუმის სანთლებს. ამისთვის იყენებენო კაშკაშა შეღებილს აბრეშუმსო. ანუ მე მაქვსო ნანახი ნარინჯისფერი და მოცისფრო. ამბობს ლეტარია. ხო და ამ სანთლებს აკეთებენო კონუსი ხომ იცით? ყურში რო დებენ ხოლმე, ასე რომ დაამგრალებენ, წვეს გაუკეთებენ კონუსისებურ ქახალს იზამენ და ყურში ჩადებენ და მერე უკიდებენ. გოგირდს ქაჩავსო, ესეთი ფორმისა კონუსისებური ფორმის. ხო, ამ აბრეშუმის ძაფს ახვევენ, ასველებენ და რადგან აბრეშუმი თხელია, ეწებება ერთმანეთზე, შემდეგ ამ აბრეშუმის ფიგურაზე ატანებენ ნახატს, ანუ ამ კონუსებურ ფორმას ბოლოებში ატანებენ ოქროსფერ, საიდან მოვიდა ეკოღოები, ოქროსფერ ხაზებს და კონუსის ზევით ოქროსფერ წერტილებს ასვამენ. აგრეთვე მე მაქვსო ნანახი მანდალას მაგვარი, ეს რწოდებული სანთელი და არის კიდევ სხვა ვარიანტი, ზევიდან კონუსი, ქვევით კი წრე. და როდესაც მას ხელში დაიჭერდიო, ქვედაკავასავით იწოდაო დაბლა რწოდებული კლოშივით. შემდეგ ეს აბრეშუმის ნაკეთობები რომ შრებოდა, ფორმას იჭერდნენ, ისინი არ იყვნენ მძიმე, იყვნენ მსუბუქები. ეს სანთლები, ამ სანთლებზე ხარჯები არის ძალიან მცირე. ეს სანთლები იწვიან ბოლომდე და არტოვებენ საერთოდ ნარჩენებს. ამ სანთლებს უკიდებენ ზევიდან, სანთლებს არ დებენ შიგ, ფიზიკურ სანთლებს, ჩვენ რო სანთლებს ხმარობთ. სანთლებს კი არ დებენ შიგ, თვითონ ამ ნაკეთობებს უწოდებენ სანთლებს. სანთელი შიგ არც ერთში არ დენა. ეს აბრეშუმის ნაკეთობა, ამ აბრეშუმის ნაკეთობას უკიდებენ ცეცხლს
თავში კიდევ ვიმეორებ, სანთლებში გარდებენ. თვითონ ის აბრეშუმის ნაკეთობები არის სანთელი, მას ეწოდება სანთელი. და ამ აბრეშუმის ნაკეთობებს კიდევ ვიმეორებ, უკეთებენ ცეხს, უკეთებენ ზევიდან. ისინი აფრინდებიან, რადგან რომ იწვის ის კვამლი ხო გროვდება და სუფუქი ხდება უფრო და ზევით ფრინდება. და ეს აბრეშუმის სანთლები, რომ ცეცხლს მოკიდებული აფრინდებიან, ასე ტრიალებენ წრეზე. თან იწვიან, ტრიალებენ წრეზე, თან იწვიან. და თანდათანობით ეს აბრეშუმის სანთლები იწევა ზევით, სანამ საბოლოოდ არ გამოიწვევიან. და სანამ ეს სანთელი დაიწვება, უნდა წარმოთქვა ან სურვილი, ან უნდა წარმოთქვა ლოცვა. და მე გამახსენდაო ჩინური ფარანები. ჩინური ფარანებიც კეთდება აბრეშუმისგან და მათაც უკიდებენ ცეცხლს. და ეს ჩინური ფარანებიც ფრინდება. ახლა გოგოებმა ილაპარაკეს, ლეტარია საუბრობდა თავის ბიძაზე და მე სრულად მაგას ვერ გადმოგცემდით, რასაც მაგი თავის ბიძაზე საუბრობდა, რადგან ეს ვიდეო მე მაქვს გადმოწერილი ჩიპზე, მეხსიერების ბარათი უფრო სწორად და ძალიან ცუდად გადმოიწერა ის ვიდეო, რომელსაც ლეტარია გვაჩვენებდა ჩვენ, ამიტომ მე მაგი ცუდად მესმოდა და მე მაგას ვერ გადავთარგმნიდი, მაგრამ ახლა გადავდივარ კითხვა-პასუხებზე და პირველი კითხვა ეხება ჯგუფს, სისხლის ჯგუფს და სონელი უსვამს კითხვას გოგოებს, თუ რა არისო დაშიფრული ყოველ ჯგუფში, სისხლის ყოველ ჯგუფში. მით უმეტეს პირველ რეზუს უარყოფით სისხლის ჯგუფში. ხო, მე თქვენ ამ რეზუს უარყოფით სისხლის ფაქტორზე, მეორე ჯგუფის სისხლის ფაქტორზე და მეოთხე ჯგუფის სისხლის ფაქტორზე ინფორმაცია მოგაწოდეთ ისმე პრესის ვიდეოს დახმარებით, მაგრამ გასვოთ მე გითხარით, რომ გოგოები თავს არიდებენ, რომ ახსნან თუ პირველი სისხლის პირველი უარყოფითი ჯგუფი რით არის განსხვავებული სხვა სისხლის ჯგუფებისაგან. ხო, გოგოებმა თავი შეიკავეს მათი. ახლა ზუსტად ეს ვიდეოა. პანდორა ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში და ყველგან ფაქტიურად სულ დებენ ვიდეოებს, სადაც ცდილობენ ახსნან სისხლის ჯგუფის წარმოშობა, მნიშვნელობა და ეს რეზუსი, მინუს რეზუსი არის უცხო პლანეტარული გენების დაფიქსირება ჩვენ დნმ-ში და ეს ნიშნავს რაღაცასო, რაც ჩვენში ჩადესო. მე მოვივიდაო მასეთი ფრაზა, ამბობს პანდორა. ნუ ცდილობთო გაარკვიოთო სისხლის ჯგუფების დანიშნულება, წარმოშობა. ამაზე, ამ რეზუს ფაქტორებზე ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ჩვენ ვართო ყველა ჰიბრიდები, ამბობს პანდორა. ჩვენი სხეულები ხომ ჰიბრიდიზირებულიაო. ჩვენ იმდენად სხვადასხვა განზომილებიანები ვართო, სულები ვართო, მოსულები, უმრავლესობა სხვადასხვა დონებიდან, განზომილებებიდან, ენერგეტიკული, ვიბრაციული, ყველა თურქისადმი არსებობს პლანეტები, ამ პლანეტებიდან და გალაქტიკებიდან და იმისით, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ჩვენი თავი, თუმცა ამ დნმ-ის 12 ძაფში აქედან ზოგი დაბლოკილია, ზოგი ბლოკმოხსნილია, იმისის, რომ ჩვენ აქ გამოგვევლინა ჩვენი უნარები, ჩვენი ძალა, ჩვენ შევქმნეს როგორც ელიტური ძაღლები, დვარნიაშკებს რომ უწოდებენ. ეს ჯიში ძაღლებისა ელიტური ითვლება. ასევე შექმნეს ჩვენც. პანდორა ამბობს, მე ბავშვობიდან ვხედავო. მე მაქვსო მეორე ჯგუფის სისხლი რეზუს დადებითიანიო. იგივეს ამბობს ლეტარია. ჩემ ოჯახშიო ყველა რეზუს დადებითიანები არიანო. ხო, მე მაგალითად მაქვს
პირველი რეზოს უარყოფითი ჯგუფის სისხლი. მეგონა რომ მამაჩემს ჰქონდა პირველი ჯგუფი, მაგრამ თურმე არა. მამაჩემს ჰქონია მესამე ჯგუფის სისხლი. არ მახსოვს უბრალოდ რეზოს დადებითია თუ უარყოფითი. ჩემდედი ნაცვალს პირველი ჯგუფიას, მაგრამ რეზოს დადებით. დედაჩემსაც მესამე ჯგუფი ჰქონდა. ჩემდასაც არ მახსოვს. გონი მაგასაც მესამე აქვს შუათანადას. უმცროს დას აქვს პირველი ჯგუფი. მაგრამ ზუსტად არის ის რეზოს დადებითია თუ რეზოს უარყოფითი. ახლა კი ვიცი რომ ლეტალიაო ამ საკითხს სულ იძიებდაო და ვნახოთო რა მოიძიაო. ლეტალია აგზელებს. ლეტალია ამბობს ვიღაცის ნაშრომზე, ვიღაცის გვარი დაასახელა რომ ამ კაცმა თქვაო რომ რეზოს უარყოფითი სისხლია ესა რეზოს უარყოფითიან სისხლში არისო ისეთი რაღაცა რომ ვისაც აქვს ეს რეზოს უარყოფითი სისხლი მათი პროცესები მიმდინარეობს უფრო ასე ვთქვათ როგორ გითხართ ნასუშნა უფრო დაჯერებულია ეს პროცესები გავსებული იგივე შეიძლება ითქვას რეზოს დადებითიან სისხლის ჯგუფზე. ეს არის ბიოლოგიური მექანიზმი. თვით ტექნოლოგიაში რატომ და რისთვის ჩვენ ვერ ჩავერევით, იმდენად არის ეს დელიკატური ტექნოლოგია. და ეს პროცესები სისხლის ჯგუფებთან და რეზოს ფაქტორებთან დაკავშირებით და დნმ-თან დაკავშირებით მედიცინაში არ არის ბოლომდე შესწავლილი. და რაც მედიცინამ არ იცის, რაზეც პასუხი არ აქვს, ის ანშინებს ადამიანს და მე კიდე დავამატებდი, რომ აბრალებს გენეტიკას. თუ ვერ ხსნის რამე დაავადებას, აწერენ ყველაფერს გენეტიკას. მაგალითად, კვილების გაფუჭებას, კვილების იშოს კვილები კატარაქტას გლაუკომას, ამას ყველაფერს აწერენ გენეტიკას, არა და გენეტიკა არც შუაში არაა. ახლა მე ყოველი პირის გაღებას დიდ რო გავაღებ, არ შეყება ხვაურობს როგორ ახლა თითქოს და რაღაც იფშნებაო გაიხსნა უთაკვილი იხსნება აქაც მესმის თითქოს შვილს რაღაცას ეს ამდენი ხანია მე ახალგაზრდობიდან ჭირს კვილების პრობლემას, იმიტომ რომ მე სულ ვიყავი მძიმე ბავშვი. ბავშვობიდან ვიყავი დიდი ბავშვი. ბაღში ფოტომას გადაღებული, ჩემგადა კიდე ორი ბავშვია გოლიათი ბავშვები, დანარჩენები ჩვენთან შედარებით ლილიპუტებს გავლარია. მიხელა ვიყავი მეც. ხო და რადგან მე ვიყავი მძიმე ბავშვი, ალბათ რაღაც დარღვევითი პროცესები მე მეწყებოდა მაშინაც. მithumedes რომ მე-6 კლასიდან უკვე მე ბარავდი მიწას, უკვე მამასთან ვიყავი. თხილსაც ვაგროვებდი, ბევრი არ ქონდა თხილი მამაჩემს, მაგრამ თხილსაც ვაგროვებდი, ბარავდი და რაღაცის გაკეთება მიწევდა, ასე თქვა. ფეხის სიარული მიწევდა ხანდახან. გალში რომ მამაჩემ წამიყვანა, იმ დროს ცხოვრობდა მზიურში რეფის გზაზე. იქ იყო ჩასახვევი. შუა გზაზე, რეფის შუა გზაზე, ბოლომდე არა. ეთი ნახევარგზას რო გაივლიდი და ბაღის შემდეგ იქ წისქვილიც უნდა გაგევლო და შემდეგ ჩვენი შესახვევი არ მახსოვს ზუსტად რამდენი შესახვევი იყო და ჩვენი წისქვილის შემდეგ და ეტყობა
მე ხადახან ფეხით მიწევდა სიარული. მე ეს მძიმე ჩანთა სკოლამდე. მე დავდიოდი რუსულ სკოლაში. ქალაქში ჩავდიოდი ფეხით. ხოლმე. დილას ადრე გამოვიდოდი და ფეხით ბრუნდებოდი. ავტობუსი კი დადიოდნენ, მაგრამ მე რუსული ერთად ავტობუსზე არ ვიცოდი. ხო და ალბათ რაღაც მიზეზები იყო, რაღაც პრობლემები. არ ვიცი. მაგროს მედიცინა მაინდა-მაინც არ იყო განვითარებული. და განვითარებული როგორ ახლა? ყველაფერზე ფული უნდა გადაგიხადა და ყველაფერს ჭირდებოდა ფული. ჩვენა საქართველოში მასე ხდებოდა. საქართველოში ექიმები სულ ხარო და საქართველოში მუშაობდა, იმიტომ რომ უფლოდ არც ერთი ექიმი არ მოხედავდა. უნდა ჩაგედო ფული, აუცილებლად. და საერთოდ მე ძალიან ცუდი კულები მქონდა ბავშვობიდან. ძალიან ცუდი კულები მქონდა. მაშინ სად იყო ნაირ-ნაირი კამფეტები? სად იყო? თუმცა რაღაც ყლეული იყიდებოდა, კი. ხო, ლეტალი ამბობს, რომ მინდა რომ რეზოს უარყოფითი ფაქტორი გენეტიკურად არ გადაიცემა. არაფრითო არ გადაიცემაო. რეზოს უარყოფითი ფაქტორი. ვერ გადაიცემაო გენეტიკურად. ის დაბადებისთანავე იწერებაო იმ ადამიანის დაბადებული ბავშვის მატრიცაში, სიცოცხლის მატრიცაში. უცებრ იწერებაო. და გენეტიკურად მას არ გადმოიცემაო. კი, ზოგჯერ ხდება დამხობებიო, რეზოს უარყოფითი ფაქტორი მშობელსაც აქვსო და შვილსაც, მაგრამ ეს დამხობები არის ძალიან პატარა პროცენტი. სადღაც მიახლოებით 10%. და ეს არ არის დამოკიდებული გენეტიკაზე. ლეტალია ამბობს, რომ თუ ადამიანმა ძლიერი სტრესი გადაიტანა, ძლიერმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ჯგუფის შეცვლა. და ხალხმა ეს არ იცისო. ხო, პანდორა ამბობს, ხო, არავინ იცისო თუ რა მოხდებაო აღმოფხვევის დროსო. არავინ იცისო თუ ჩვენი სხეულები როგორ რეაგირებენო ამ ამოფრქვევაზე. რადგან ჩვენი დნმ-ები უკვე შეიცვალაო ამ მზის ამოფრქვევის გამო, ჩვენ უკვე გვაქვსო სულ სხვა სისხლი. ლეტალი ამბობს, ხო, რასაკვირველიაო, იმიტომ რომ ფიზიკის კანონებიც იცვლებაო. თვით ელექტრონები იცვლებაო ჩვენ ორგანიზმში. პანდორა და შემდეგი შეკითხვა. პანდორა და ლეტალია შეგიძლიათ თუ არა ახსნათ კრისტალურ გენომზე ადამიანის სხეულისა. პანდორა პასუხობს, როგორც მე გავიგიო, კრისტალურ გენომი ეს არისო სულის კრისტალი, სითხე კრისტალი, ჩვენი არცის კრისტალი და ეს კრისტალი იტვირთება სულში განსახიერებისას, აგრეთვე ეს კრისტალი შედის სხეულშიც იმ ენერგიებთან ერთად, რადიაციებთან ერთად, რადგან ამაზე საუბრობენო, რომ როდესაც სული შედის ორგანიზმში, იქ ხდებაო რაღაც რადიოაქტიური პროცესები. ზუსტად რო ვთქვათო, კოსმოსური სული შედის ავატარში და სახდებაო ადამიანის ავატარში როგორც თხევადი კრისტალი. ესე იგი, ვრცელდება მთელ წვრილ სხეულებში, ფიზიკურ სხეულში, ესე იგი, ველამდეც მიდის ეს ამ სულის თხელი კრისტალი. ანუ ჩვენი სული შედგება, აი ჩვენ სხეულში, ჩვენი სული შედგება ამ თხევადი კრისტალისაგან. და იქმნება ჩვენი ფიზიკური ავატარი, როგორც
აქაური არსების წარმომადგენელი. და ლეტალია უმატებს, რომ აი ეს კრისტალი არის იგივე ღვთაებრივი ისკრა და როდესაც ჩვენ ვამბობთო სულს მოპარესო კრისტალი, რას ნიშნავსო ეს? ეს არისო მოგლეჯილი ნაწილი ამ კრისტალისა ველებიდან, სხეულებიდან და სეანსებში ჩვენ შემდგომ ამ მოგლეჯილ ნაწილს კრისტალისა ვაბრუნებთ უკან. და შემდეგი შეკითხვა. და მსვენელი ეკითხება, 33 წლის უკან მე მესიზრაო სიზმარში ხედავო სასაფლაოს, ჩემ ბებიასი და დედაჩემისო, მაგრამ მაშინ ისინი იყვნენ ცოცხლები. დედაჩემის ქვაზე მე კარგად ვნახეო, თუ რომელ წელს წავიდაო ის ცხოვრებიდან. 2025 წელი. და გავიფიქრე, რომ ეს ალბათ შემოდგომაზე მოხდება. და მთელი ეს წლები მე ვცხოვრობდი ამ თარიღთან ერთად. ეს თარიღი მქონდა შთაბეჭდილი ტვინში. არ ფიქრობდი ამაზე, სულ ცდილობდი პოზიტიური ნოტა შემენარჩუნებინა და ამ წელსო 28 აგვისტოს დედაჩემი წავიდაო. რა სიზმარი დამისიზრაო მე? პანდორა პასუხობს, რომ ჩვეულებრივი სიზმარიაო, როდესაც თქვენო შემოდიხართო განსახიერებაში, კონტრაქტების მიხედვითო, განსაზღვრულ საგვარეულო ხაზში, განსაზღვრული ამოცანებით და ჩვენ გვეძლებაო განსაზღვრული კონტრაქტი, ჩვენ ვაწევთ განსაზღვრულ კონტრაქტს ხელს, რომ ამ და ამ დროს დედაჩემი გარდაიცვლება. ზოგჯერ ხდებაო ისე, რომ სიზმრები, რომ ჩვენ რომ დილში შევდივართო, იქ სულ სხვა ველიაო და დილშიო ზოგჯერ გვაწოდებენ ინფორმაციას, რომლის მოწოდება ჭირსო, როდესაც ჩვენ ღვიძავსო. ამით დამთავრდა ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.